ახლა გადავერთოთ სტუმარზე ჩემო არა, იმიტომ რომ მე წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის ჩვენი დღევანდელი. დღეს ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, არა მხოლოდ ჩვენ გადაცემაში, არამედ ქალაქშიც სტუმრად არის. ბოლო დროს ძალიან მჭიდრო კავშირში ვარ სილამაზესთან. და სილამაზე ხომ ასევე პრიალე ჟურნალთან ასოცირდება. ასე რომ ამ ჟურნალსაც ქმნიან ესთეტი ადამიანები, რომლებსაც აქვთ გემოვნება, აღქმა და ხედვა განსაკუთრებული. ანუ არტ მენეჯერები. ხო და დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება ჟურნალ OK-ის აღმასრულებელი რედაქტორი, ძალიან საინტერესო ადამიანი ნიკა გომართელი. საინტერესო ჟღერს. საინტერესო იქნება და სხვათა შორის დეკემბრის ბათუმის ნომერში ჩემი ფოტოები განთავს და ასე რომ ამ კუთხითაც საინტერესო იქნება საუბარი ყველა იმ გამოცდილებაზე, რასაც ბეჭდური მედია და ჟურნალის შექმნა ჰქვია. არ ვიცი ახლა რამდენად სწორად გადმოვეცი, ყველაფერი შესაძლოა დილეტანტურად საუბრობ, მაგრამ მგონია რომ აზრი გამოვთქვა. ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მგონი გასაგებია რა ნომერი მე ვფიქრობ. ულამაზესი იქნება, იმიტომ რომ ჩვენი ულამაზესი ანა იქნება მის გარეკანზე. არის უკვე არის გამოვიდა. არის უკვე და გამოვიდა და როგორ ახარ? ბათუმში სულ კარგად ვარ. ამასაც მითხარა სულ პაულობ მიზეს, ოღონდ მათ ჩამოვიდეოთ. მე არ მიყვარს დიდად თბილისი. მაქსიმალურად ვეცადე, შემეყვარა, მაგრამ ვერა. და ბათუმი იყო პირველი, მე ქუთაისი, მაგრამ ბათუმი იყო პირველი, რომელიც ძალიან შემეყვარდა რა. ხო, და მართლა სულ ვეძებ მიზეს. შენ მაინც რაღაცა ესთეტიური ნაწილისკენ მიდიხარ ალბათ, ხო? ხო, ხა ალბათ ყველა ეგრე მივიდივართ მე მგონი. მაინც, მაგრამ ერთადერთი ალბათ ის არის, რომ თუ იმ ქალაქში ალბათ ან დაიბადე ან გაიზარდე ან ის შენი ალბათ მაშინ უკვე უპირობოდი გიყვარს, ხო? ეს იყო უპირობოა. ნუ მე ხა ბევრი პრობლემა იყოს შეიძლება ამ ქალაქში რაღაცები არ მომწონდეს, მაგრამ ხო, ალბათ საბოლოო ჯამში მაგამდე მივიდო რომ უპირობოდ გიყვარს ეს ქალაქი. რეალობა ეგ არის, ხა მე ხა დავფიქრდი. უპირობოდ გიყვარს. რაღაცებს ვიგონებთ აქ. ო, რატო გიყვარს ამის გამო, იმის გამო, მაგრამ არა, უბრალოდ მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან ჩემი ამბავი. იმ სფეროს რა ქვია, რაშიც შენ ხარ? პრინტი, მედია, პრინტ მედია, ანუ ბეჭდური მედია. ბეჭდური მედია. და როგორ მოხდი მანდ? უცნაურად. ანუ სულ მინდოდა მანდ მოხვედრა. ინსპირაცია რა იყო? ვოგი, რაღაც ბაზარი? არა, ნახე, რო გითხრა ეხა რაღაცა აი ვოგი და ეგეთი რაღაცები არ ყოფილა ინსპირაცია დიდად, მაგრამ ალბათ ვიზუალური მხარე, ლამაზი რაღაცები მომწონს. და მაგ ჟურნალებში სულ იყო ლამაზი ნახატები. ანუ ოცნებაა რა, ჟურნალი ჩემს არის ოცნება. და ანუ ვისაც უყვარდა ოცნება, მგონია რომ ბევრი წავიდა მანდ. სხვათა შორის ახლა ოცნებაზე გამახსენდა, ბავშვობაში მქონია მეც ეგეთი ოცნება, რომ რაღაც ლამაზი, პრიალაყდიანი ჟურნალის გარეკანზე ყოფილი. გარეკანზე ყოფილიყავი მქონია შენ. ხო, ეგ არის. მე არა, არასოდეს აღარ. შენ შეგექმნა? აი, სხვათა შორის დეჩენა მითხრა ადრე. სადღაც წაიკითხა და მაგიტომ მითხრა ეხა დეჩემის ფრაზა კი არ არის. ჭკვიანი ადამიანები ჟურნალს კი არ კითხულობენო, ჭკვიანი ადამიანები ჟურნალს ქმნიანო. სულ კითხულობდი და ამას მეუბნებოდა ხოლმე. ძალიან ბევრი წელს მე ახლა რომ მეც დავიწყო ჟურნალში მუშაობა, მე ვუთხარ რომ მეც კი აი ხედავ მეთქი. სხვათა შორის წელს რაღაცა ისე მოხდა რომ მე შემოგიერთდით ამ შექმნაში. კი და ძალიანაც შვენივრად შემოგვიერთდით. მე ბეჭდურ მედიასთან მქონია რაღაც ჩემი კონტაქტები ადრე წლების წინ, რაღაც 19-20 წლის ასაკში, ოღონდ გაზეთში მუშაობდი, სხვათა შორის ტექნიკური მუშაკი ვიყავი, დამკაბადონებელი. ხო და მართლა? კი. არ ვიცი. მაგრამ რაღაც პატარ-პატარა მუსიკალური სტატიუშკებიც მქონდა. მაშინ გავიფიქრე, რომ აი რა მაგარი იქნებოდა, რაღაც დიდი ჰოლდინგები რო არ, ჟურნალის რაღაცა სხვადასხვა გარეკანი. გამოფენილი კედლებზე და ეს დიდი სტაფი რომ მუშაობს და მარკერები რო უჭირავს და რაღაცებს რო ხაზავენ და გეგმავენ და ეს ყველაფერი არ ვიცი სადღაც ალბათ ფილმში ვნახე გამულია გულში რომ ეგეთ ჟურნალში დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდით ხო არ გვაქვს ხო ეგეთი საქართველოს არა რა თქმა უნდა არა ვერ გვაქვს ვერც გვექნება ალბათ ხო ყველაფერი არის ბაზარი და მაინც გინდა არ გინდა მიდიხარ ციფრებთან ზოგადად საქართველოში ბეჭდური მედია როგორ ფიქრობ სად არის დღეს უკვე ციფრულ სამყაროში როგორი რაღაცა მილევადი ხდება თუ მე მგონია არა ბეჭდური მედია სულ იქნება ანუ ეგეთი რაღაცა რო ხო ბეჭდური მედიას რაღაცა პრობლემა აქვს პრობლემა სულ აქვს ყველა სფეროში სულ არის პრობლემა ხო მაგრამ ხო უნდა გაიყიდოს ეგ ჟურნალი იყიდება ჟურნალს ყავს თავისი მკითხველი სულ ყავს და სულ ყავდა მართლა კი ანუ ეგ იცი როგორი ანუ ცოტა მითის ამბავია ეგ რომ აი ჟურნალები აღარავის აღარ უნდა აღარავინ აღარ ყიდულობს სულ არიან ტიპები ვინც ჟურნალს ყიდულობენ ვინც ისე ვიყიდიან და ეხლა დღევანდელ სამყაროში ის რომ ეხლა დღეს ციფრულია ყველაფერი, უბრალოდ შეიცვალა, შენ ეხლა დამკაბადონებელი ვიყავიო. ჟურნალს რო აწყობ, შენ რასაც ადრე წლების წინ
რასაც ჟურნალში დაბეჭდავდი, просто დღეს აღარ ბეჭდავ იმას. 2005 წელი რო გაიხსენო, ანუ 2000-იანი წლები, ხო ვთქვათ, აი ოსკარის საღამოა. კი. და ელოდებოდი, ხო? იმიტომ რომ გაინტერესებდა, ხო სხვა გზა არ ქონდა, რომ ან უნდა დაელოდებოდი პირდაპირ ტრანსლაციას, ან მეორე გზა იყო, რომ დაელოდო, რომ გამოვიდეს ეს ჟურნალი და იქ ნახო ეს ვის რა ეცვა და ვინ რა მოიგო ვაფშე, რა ჯილდო აიღო. დღეს ხო ეხა ეგ რო დაბეჭდო, უკვე აბსურდია. რომც არ დაელოდო, დილით როგორც გაიღვიძებ, შენ ტელეფონში აქ ნახავ რა მოხდა რა. რას ბეჭდავ, ეგ შეიცვალა. პირიქით ბეჭდურმა მედიამ უფრო ის გახდა რა, ანუ წონადი. პრინტი არის ოთხკუჭური და ონლაინ პლატფორმები არის პრეტაპორტე. ქვეყანაში, სადაც სამოდელო ბიზნესი პრაქტიკულად არის თუ არა, ეგეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. კავშირში არის თუ არა? სამოდელო ბიზნესიც, ანუ ნახე, სამოდელო ბიზნესი არ არის პირდაპირ კავშირი მედიასთან ამ შემთხვევაში უკვე დღეს. სამწუხაროა, რომ ეს სფერო ვერ მუშაობს ისე სათანადოდ, როგორც მუშაობდეს დევნას ქვეყანაში. მართლა ძალიან პატარა ქვეყანა ვართ. ანუ ძალიან პატარა კი არა. ძალიან პატარა. ამ გადმოსახედიდან რო შეხედო, თუნდაც ახლა დევნას ქვეყანაშიო და ხა დევნა რო ყავს ქვეყანაში, ხა ანად არ მუშაობს. ტიპი რომელმაც რა გააკეთა, ხო ხვდები? ტიპმა გადააბრუნა, შეარყია მთელი მსოფლიო. როგორ მოახერხა როგორ ნიჭიერებით, ნიჭით. არა, მხოლოდ ნიჭით. ეგ ნახე, ეგ იცი როგორი ამბავია? აი ანუ ეგ არის სწავლება. არა, ანუ გამორიცხულია. ეგ არის აი ზუსტად ის ამბავია, აი ხოთი ვიღაცა სადღაც დაიბადა, არ ქონდა ანუ რაღაცა პირობები და სადღაც ჩავიდა ფეხით. ეხლა შეიძლება ფეხით არ ჩასულა, ეხლა ანუ მართლა ეგ ისტორიაა, დემნას შემთხვევა მართლა ეგ ამბავია. ტიპი, რომელიც პროსტა ჩავიდა სადღაც და თავისი უზარმაზარი შრომით და ნიჭით და შრომით, ხო ნუ ეხლა ეს ორი რაღაცა ეხლა ყველა ვარიანტი. ანა ჩემს კი. მოახერხა ის, რომ აი გავძვრეთ რა. ეგ მოახერხა რა. გენიალური ამბავი არ არის ეგ, რომ ტიპა მოახერხა, შეერყია ყველა. ეხლა დღეს ვუყურებდი გუჩის ახალ კოლექციას. ხო, მეც ვნახე. ეხლა ვიღაცები წერდნენ, რომ ამაზე ეხლა მახსენდება ტომ ფორდის დროინდელი გუჩი. ოკეი, აი, გახსენდება, იმიტომ რომ გუჩია რა, ხა. ხა ის ხაზი არ დაუკარგავს. ხო, ანუ ყველა ელოდებოდა რაღაცა აი ამ რაღაცეებს რა, ანუ ამ რაღაცეებს. ბოდიში ახლა ანუ ხა ეგეთი არა, სულელი არ არის ეგ. ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ ვნახე, ძალიან მომეწონა საინტერესო რაღაცეები თქვა, რომ აი, ნუ ქმნითო რა, ამ სხვადასხვა მოდის სახლებიდან რაღაც გიგანტურ ავტორიტეტებს. მე რომ დიდ სამოს ვქმნიდიო, იმ განწყობაზე ვიყავიო და იმიტომ ვქმნიდიო და ეხლა აღარ ვარო. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა უნდა მომყვეთო, ანუ სადღაც ეგეც კი თქვა, რომ არა, სავალდებულო რომ ყველა ჩემი მიმდევარი იყო. არც არის. მოდა ხალხს აშინებს რაღაც ამბებში რა, აი. მაგალითად საინტერესო. აი მაგალითად რა ეხლა რო უყურებ, დემნას ძველი რაღაცები გაიხსენე, აი რაღაცა კოშმარულ რაღაც ვერ წარმოიდგენ ეხლა ეს რანეთუნ ჩავიცვა. ხვდები რომ ეს ხა ის საით მივდივართ თუ რაღაც, ხო, ეგზისტენციალური კითხვები მოდის. შიშია, შეჟღერს ხა რაღაცნაირად. ის უნდა მეშინოთ ეხლა ამ ფეხსაც მლის, მაგრამ რაღაც პონჩი ექსპრესამენ რომ ჩაიცო და გაიარო, ანუ გძაბავს და ფიქრობ რომ ეს ახლა მე რომ აი ამ ჩუს ეს მე რომ ჩავიცო ამაზეც მითხრა. მაჩვენე აბა. არაფერი ვაფშე არაფერი. აი ცოტა წამოიწიე მაინდა. ანუ არაფერი ჩუსტი არა. რა არისო ესო რა და მეთქი კომფორტულია რა მე პირველ რიგში ეგ მაინტერესებს კომფორტული იყოს მაგრამ ანუ ხო ხვდები რა ზღუდს გული არ არის რა ეგ რო ერეკლემ ჩაიცვას ძალიან სასაცილო იქნება ანდო შეიძლება ვაფშე არ იყოს სასაცილო მოჩავიცმებ და ვაფშე არა ერეკლე ამას ჩაისმა და ჩამოვა იმაში მაღაზიაში რაღაცა აიღოს ჩვენი გადაღების შტაბ-ბინა ჯერ მინდა კითხო რომ შენ ხარ ხოლმე როგორც წესი ჟურნალის მინიმუმ პირველი 10 გვერდის წინაშე პასუხისმგებელი ხო? მთელი ჟურნალის მაგრამ ეს პირველი 10 გვერდი მე თავზე რო გაქვს მარტომი არა იქ ბევრი სხვა ხალხი არის რაც ჩვენ შეგვიძლია იმას მართლა მაქსიმალურად ვაკეთებ. რაც რისი საშუალებაც არის რა, ეხლა ვერ ჩამოვიყვან პატრიკ დემარშელიას რო ფოტო გადაგიღო, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ჩამოგიყვან, სულ რო ფული ძალიან ბევრი მქონდეს, მაინც ვერ ჩამოგიყვან, იმიტომ რომ იმას თავის ექსკლუზივები აქვს. ხო და გარეკანზე ვლაპარაკობ. გარეკანზე, კი ბატონო. როგორ იქმნება გარეყდის ენერგეტიკა, რომელმაც უნდა მიიზიდოს მკითხველი და ყიდველიც. რასაც ვამბობდი წეღან ყიდველზე. ყიდველი ჟურნალს ყავს თავისი. იცი რა არის ყველაზე მაგარი, რომ ტიპი მიდის და ჟურნალს ყიდულობს. ძირითადად ისე რომ არც უყურებს უკვე ვინ არის გარეკანზე. ეგ არის ყველაზე მაგარი, ჩემთვის ყველაზე ბედნიერება, იცი რა, ეგ რა, ანუ რომ მიდიხარ და ანუ გარეკანი კი არ გიზიდავს. იმიტომ რომ შენ უკვე თავში გაქვს რომ ყოველ თვეში პირველ რიცხვში უნდა მიხვიდე და ეს აიღო. მაგრამ
ანუ გარეკნის ამბების ხო შეიცვალა, ახლა როგორც ყველაფერი შეიცვალა. მომიყევი რა, ძალიან მაინტერესებს. ადრე იყო რა, ხო აი სტატიკა? ხო, ანუ ადრე იყო აი რომ აკადემიურობა, სტატიკა. ტიპი უნდა გიყურებდეს თვალი თვალში, ანუ ყიდველმა რო გაიაროს და დაინახოს რომ ის უყურებს იმას და მივიდეს და აიღოს. ფერებზე იყო, ანუ უამრავი რაღაცა იყო. ფერებზე იყო ძალიან დიდი აქცენტი, რომ აი ფერები, რა ფერი უნდა ჩავაცვათ. აი მარკეტინგული რაღაცა, ხო, ეგ ამბები იყო. ფერების ფსიქოლოგია და ასე შემდეგ. წარწერები, ეხლა Vox როგორც წეგან ვახსენეთ, თა სეზონის 10 ჩანთა თუ რაღაცა და ადრე ის იყო რომ ნახე ტიპები რომლებიც ყიდულობდნენ სეზონის 10 ჩანთა უკვე მომხიბვლელად. ხო, მაგრამ ნახე, ადრე ის იყო განსხვავება იმაში იყო, რომ ტიპები, რომლებიც ამ ჟურნალს ყიდულობდნენ, იმათ აინტერესებდათ ის 10 ჩანთა, იმიტომ რომ ისინი ენდობოდნენ გამომცემლობის და რედაქტორების არჩევანს. ამ წეღანაც რო ვსაუბრობთ ცვლილებებზე, რა შეიცვალდა რა არა. ეხლა ოკეი, არის ბრიტანული გამოცემა, ბრიტანული ჟურნალია. 99 წელს, ოკეი, ბრიტანეთმა ჩვენმა head office-მა ბექემების ქორწილის ექსკლუზივი ქონდა. და აი ნუ ხა დღეს ახლა ექსკლუზივი სიტყვაც შეიცვალა. მე რო ვიყო ბექემებთან ქორწილში, ფოტოს გადავიღებდი აქ და ავტვირთავდი და რა ექსკლუზივი, რა ჟურნალი იყიდა ამ ექსკლუზივს, ხო? რომ შეცვალა უამრავი რა. უამრავი რამე. ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ტყუპები ბავშვები $11 მილიონ 11 მილიონ დოლარად შეიძინა ჟურნალმა People. ანუ შენ ხვდები 11 მილიონს რო გადავუხდი ამ ფოტოებში რომ მე დავბეჭდავ ამ ფოტოებს. ეს ხო აბსოლუტურად დღეს სხვა რეალობაა. მე რო 11 მილიონს ვიხდი ფოტოში, მე რამდენ მილიონს შოუ ხვდები ამ მედიაზე, ხო და მეთანხმები იყო. მთელი 90-იანი წლები იყო დიანა სპენსერი, ხო? ვინ იყო? მედიის ამბავს ვავლებ პარალელს, აი ვინმე თუ გახსენდება, ვისაც ესე დასდევდნენ ან პაპარაცები, ან ჟურნალისტები, ვისთვისაც ამდენი ყურადღება. ო, ანუ celebrity თვითონ ახლა ოკეი სლოგანი არის First for Celebrity News. ჯერ ბოლო მაგას ემსხვერპლა საბოლოოდ მაინც ახლა დღემდე ეგ არის ოფიციალური ინფორმაცია, რომ პაპარაცები მისდევდნენ და ავარია მოხდა გვირაბში პარიზში, მაგრამ ოფიციალურად ეგრეა. ხო, თვითონ ეს შეთანხმებებიც ხდებოდა, უკვე იცნობდნენ ჟურნალისტები ერთმანეთს და ეს მე ვარ დღეს აქ და მოდი და ახლა აქ რო ვარ, რაც ახლა სუხდება. აი Vox-ზე რო ვსაუბრობთ ხოლმე, სულ მინდა ყველას ვუთხარ, რომ ანა ვინტური არის გენიოსი, კი ბატონო, მაგაზე, მაგრამ ანა ვინტური თავისი ამოწმა. გრეის მირაბელა, რედაქტორი, რომელიც იყო გენიოსი და აი ამას რო არ აი ხო ხვდები გული რო წყდება რა ანუ იმიტომ რომ ბიჭო გავიიგეთ ანუ მანამდე იყო რა 60-იანი წლები 60-იანი წლები იყო მანამდე იყო გენიალური ამბები ახლა 60-იანი წლები როა და პრეზიდენტი ამერიკაში რო გყავს კენედი პირველი ლედი რო გყავს ჟაკლინი ხო და ფრენკ სინატრა რო შენს კორპორატივ საღამოებზე მერლინ მონრო რო იქნება დაშაკავს ახლა რა იყო მანამდე და Vogue-ის რედაქტორი ამ დროს რო არის დიანა ბრილენდი გენიოსი, ხალი გენიოსი. 60-იან წლებში დაიწყო ეს რაღაცა უზარმაზარი გადაღებები. ჩვენ ახლა გადაღებებზე მოდივართ ქალთაუხლებები, აი ეს რაღაცა. აი ქალთაუხლებები და ეგ ამბები არის ზუსტად მირაბელა, გრეის მირაბელას ამბები. იმიტომ რომ აი 70-იანებში მოვიდა მირაბელა და იყო როგორი რაღაცა იყო, იცი 70-იან წლებში Vogue გახდა ყველასთვის. სოციალური თემები შემოვიდა აქაც რა. ტირაჟიც გაიზარდა, ანუ ხო აი მაგიტომი და ხა ანუ გრეის მირაბელა იყო Vogue-ის ერთ-ერთი გენიოსი. ხალი ერთადერთი მართლა რატო არის ყველაზე მაგარი ჟურნალი რომ ყოველთვის ანუ ვინც საჭიროა ის ყავს ზუსტად არ ტყამ. ისე აი როგორც ფილმშია მართლა ეგეთი რთული ქალბატონია ნეტა? ფილმში რა თქმა უნდა ეხლა თუ რაღაცები გაზრდებულია, მაგრამ გამოცემობა კონდენასტი გამოირჩევა თავისი ჯარისკაცული თუ არ ვიცი რა ქვია მაგას. ანუ არის უზარმაზარი სიმკაცე. დღემდე არის დრეს-კოდი, ამერიკულ ფილიალში ყოველ შემთხვევაში დღემდე არის დრეს-კოდი, ქუსლი, რაღაცა პიჯაკი, ანუ დღემდეა და არის ანუ უნდა მიხვიდე 9-ზე წამოხვიდე 6-ზე. ანუ დისციპლინაა რა. დისციპლინაა ძალიან ანუ იმიტომაც არის წარმატებული ალბათ, ხო? ხო, მაგრამ ნახე თან ეგ აქვს Vogue-ს. ანუ Vogue-ში მხოლოდ კრეატიული ტიპი ვერ იმუშავებს. ის უნდა ამ კრეატივთან ერთად უნდა კონდეს დისციპლინა. იმიტომ რომ შენ ახლა მე ხო დღეს ხასიათი არ ვარ და ახლა ვერ გადავიღებ რაღაცას. ხო. ეგრე არა, ან დღეს მე ახლა მუზა ანუ ვერ დავწერ, ცოტა ისეთ ხასიათი, აი ხვალ დავწერ, ანუ დღეს უნდა ჩავაბარო შენ ეს მასალა. აი ხო ძალიან შემოქმედი ადამიანისთვის ძალიან რთულია. კი, მაგრამ ეგ არის თან ამ დროს პარალელურად ყველაზე ისეთი ანუ რთულია ბაზარი არ არის, მძიმეა, ანუ მაგრამ ანუ ეგ არის, ანუ Vogue ეგ არის.
ფოტოშოპის ფორმატზე იცი რამე უნდა კიდე მეთქვა. იცოდნენ ტიპები, ანუ ხალხმა რა. ბრიტანეთში ოკეი არის რა, ხო, ოკეი არის ბრიტანეთში ყვითელი პრესა. ოკეის head office-ი სადაც გვაქვს ჩვენ ლონდონში, ანუ ოკეი არის ყოველ კვირეული გამოცემა. ყვითელი პრესა და ანუ Gossip Magazine. საერთოდ არ ნიშნავს არაფერ ცუდს. ჟანრია, ანუ ეს არის დოკუმენტალური ამბავი. ეს არის არ არის ვიზუალი, ეს არის შიდა. ჟანრია, ოღონდ ძალიან დაუფასებელი ჟანრია. ანუ მე არ ვკითხულობ. აღიქმება, ხო რაღაც? ხო, და საერთოდ არ არის ეგრე. ამას ყავს თავისი უზარმაზარი თანკითხველი. აი ესე შეხედავ. ჟურნალი შეიძლება რომ გააკეთო ბიზნესი საქართველოში? ეგეც ძალიან საინტერესო თემაა. ყოველ თვიური ჟურნალი, რაც გამოდის, ჩვენთან თუ ნებისმიერ ვოგი, შენ საყვარელი ვოგი. რატო გადაწყვეტა შენ საყვარელია? ჩემი საყვარელი ბურდაა, ბავშვობასთან ასოცირდება. ბაფრე. მე ვკითხულობ თვეში ალბათ 15 ჟურნალს. ფოტოშოპის აი ამ ყვითელი პრესის არდაფასებასთან ერთად ასევე აუცილებლად მინდოდა მეთქვა რომ აი Playboy მაგალითად ჟურნალი რომელიც ყველას გონია რომ აუცილებლად იქ უნდა იყოს რაღაცა შიშველი ქალები. შიშველი ქალები არიან, კაცო და ყბერთ ამრავლოს ანუ საჭიროა იქ რო იყვნენ, მაგრამ ანუ ხო, მაგრამ Playboy იყო ჟურნალი რომელშიც იბეჭდებოდნენ საოცარი მწერლები, უზარმაზარი ტექსტები, მაგრამ ეგეც შეიცვალა ხო ხა დღეს იმდენად აღარ უნდა. ხო და აი ბიზნესი თუ შეიძლება. ხო და ბიზნესი თუ შეიძლება, ბიზნესში შეიძლება და ნახე რას უგულისხმობ. ბიზნესის ამბავი კიდე სად იკვეთება, ხო? როგორ იმუშავებს? აი მაინტერესებს. არც ერთი ჟურნალი, ის ვოგიც და ნებისმიერი სხვა ბეჭდური მედია არ არის გაყიდვებზე, ნახე რას უგულისხმობ, საყიდვებზე ორიენტირებული. საცალო გაყიდვა. გაიყიდა ვოგის ტირაჟი არის რამდენი? ამერიკული ვოგის 1.5 მილიონი თქვათ რა, ეხლა ზუსტად არ მახსოვს ციფრები, მაგრამ აი მილიონზე მეტი. ხო, აი მილიონზე მეტი არის ტირაჟი რა. მთლიანად ტირაჟი გაიყიდოს. ეგ არის, აი როგორი ტყულია, იცი? ანუ ეგ არავინ არ დაგაჯეროს. ყოველთვის არის დაბრუნება თვის ბოლოს, გამორიცხულია რომ მთლიანად ამოიყიდოს, მაგრამ სულ რომ მთლიანად გაიყიდოს ჟურნალი. ჩვენ ამით მაინც ვერ ვიარსებებთ. რაღაცაზე მიბმულია ყოველთვის. რეკლამა, თავიდან ბოლომდე რეკლამა. ვოგი საქართველოშიც იქნებოდა. უბრალოდ ბაზარი არ არის. ცოტა ვართ. და მე არ ყავს ტიპები, რომ ვინც რეკლამას განათავსებენ ვოგში. ვოგში ვერ განვათავსებთ რაღაცა ზენ მარკეტის რეკლამას. ფიზიკურად უფლება არ გვაქვს ამის. ჩვენ არ ყავს შანელი, არ ყავს ბალენსიაგა, არ ყავს კარტიე, არ ყავს, ანუ ბრენდები არ არიან, ვინც აქ რეკლამას გააკეთებენ. შესაბამისად, ფული საერთოდ უნდა. ხო. მოდელებთან მუშაობას რა ენერგია სჭირდება? მოდელები არიან ჯარისკაცები მართლა. მაგათი საქმის ფოტოშოპის ცოტა დაუფასებლად არის რა, ანუ მოდელი ასაკეთებს მოდელი ცნობილ აი celebrity tool ამბებში მაგათთან მუშაობაც. მაგათ კიდე სხვა ამბები აქვს. სხვა მიდგომა სჭირდება? სხვა მიდგომა სჭირდება, ეგ არის, კიდე სჭირდება. მე სულ ვეუბნები ხოლმე, ხა ვიღაცებთან ფოტო რომ დამირეკავს და ვეუბნები რომ მინდა რომ გადაგიღოთ, ხო? რო ვრეკავ და გეუბნები რომ მე მინდა რომ გადაგიღო შენ ყდაზე. მომღერალი რო ხარ, ან მსახიობი რო ხარ. სულ მინდა რომ გახსოვდეთ რა, ანუ გახსოვდეთ ის რომ მე კი არ მინდა ნიკას. შენს კითხველს, ანუ შენ თუ მსახიობი ხარ. ასუხისმგებელი ხარ შენს მსმენელთან. მსახიობი ხარ, შენს მაყურებელს უნდა რომ გნახოს აქ რა. თუ მომღერალი ხარ, შენს მსმენელს უნდა რომ გნახოს აქ. მაგარი რაღაცა. მე კი არ მეუბნები. იმათ ეუბნები, შენს იმ ტიპებს ვინც მოდიან და შენს კონცერტზე ყიდულობენ ბილეთს. სხვათა შორის ძალიან რაღაცა სერიოზული იყავი პირველად რომ დამერეკა რაღაც. არა, ვაფშე. არა. ეს პირველადი იმიჯია. არა. просто ნახე ისმარ თან. შარშენ გადავიდე. თავდაცვის ინსტინქტი გაქვს ჩართული. შარშენ გადავიდე ყდაზე თქვენთან ბათუმის ყდაზე. ეკა. ჩავლეიშვილი. მსახიობი არა კი ჩვეულებრივ. ბატონო, გენიოსი ტიპი. უდაოდ. ძალიან სასაცილო იყო, იცი რა, მთელი ეს პროცესი, იმიტომ რომ ეკას რო დავურეკეთ და ანუ ეკამ რო გითხარო თანახმა, უნდა შევხვდე ხა რომ გავიცნო, ხა არც ვიცნობ, ხა მაგ ეს თავარი ეს ფილმი საიდანაც შაშვი მაყვე. ასევე გენიალური ნაწარმოები და მე კიდე ფილმი და რო შევხვდი ეკას შევხვდით და ანუ ტანსაცმელს ვარჩევ და შევარჩიეთ რაღაც ლუქები. ეხლა მეს კი დავიშალეთ და ანუ 2 საათში მოვალთ და მივიდივართ ლოკაციაზე რომ გადაღება დაიწყო. ანუ ზაფხულია, ძალიან ცხელა. და ანუ კონდიციონერთან ესე წევარ რა და ხვდები რომ ეხლა უნდა წავიდე რა და ანუ არ მინდა.
მაგრამ ნუ რა ვქნა ხო, წავიდე გადაღებაა. წავედი, ჩავჯექით მანქანაში, მივედი, ეკა ჩამოვიდა. ეკაც გვერდ ესეც ვხედავთ უკან ესეც ვხედავთ და მივდივართ რა. სადღაც ბათუმის იქეთ გადავიღეთ სანაპიროზე. და აი უბრალოდ გავხედეთ ერთმანეთს და მეთქი აი როგორ მეძინება იცით ხო? მეც ძალიანო. და აი რატომ მოყევი ხა ეს? ინსაიდი იყო რა. ხო აი მეთქი მეც მეძინება და ისე წავიდა საუბარი და ეხა ის შენობით ხარ ესე დამირეკეო. მე კიდე პირიქით ანუ არ მაქვს ანუ ვაფშე ინტროვერტი ვარ. არ მიყვარს ეს ხალხთან დიდად ურთიერთობა. ამ დროს საქმე ისეთი მაქვს რომ სულ გინდა არ გინდა ამ ხალხთან გიწევს ურთიერთობა. ივენთები რაღაც საერთოდ არ შემიძლია არ მინდა. მართლა? არ შემიძლია. small talk-ი ხო სადაც ვერ წარმოვიდგინე, ვერ გავიგე რა არის. რატო რაღაცა როგორ ხარ რაღაც აი არ მინდა, არ ჩემს რაღაცა მაგრამ ამ დროს გიწევს რა, ეხა გინდა არ გინდა, უნდა სხვა გზა არა. სხვა გზა არ არის, ხო? ან ყოველთვის მიესალმო, გაუღიმო. 300 ფოტოდან 10 რანაირად არჩევ. მე სულ მეცინება ხოლმე, ანუ მე არ ვარ მე რა, ანუ რას გულისხმობ? მე ვარ ოკეი. და მე რო ვიღებ ანას, ეხა ანა შეიძლება ასე უფრო კარგია, მაგრამ ოკეის ასე სჭირდება. აი ხვდები? მე ვხვდი, ხო. და მე მინდა არ მინდა ჟურნალიდან გამომდინარე ვუყურებ. 300 ფოტო ხომ ნახე და აი ეს ფოტო ძალიან კაია. ყველა ვხვდებით რომ ეს არის ძალიან კარგი ფოტო. მაგრამ ესეთი ყდა მე მქონდა წინა თვეში. და მე ამას ვერ დავუბეჭდავ. ჟურნალის ინტერესებს იცავ. თავარი ყოველთვის და რაც ულარი ყველაზე მნიშვნელოვანი ყველას ესმოდეს რომ სულ გამორიცხულია რამე ცუდი გავაკეთო. მარქაგალიკი ხარ? არ ვიცი. მე ზოგადად ვარ ცოტა ავანტიურისტი. მაგალითად? ვცდილობ გამოვძვრა რაღაცეებში, მარტივად? ანუ მარტივად არა, მაგრამ აი გადამგდები ხარ? არა. შემალოდინე მე დღეს, მე კი არა. მე რო ვიცი რომ უნდა გადავიღო, თქვათ ანა. აი ვერ ვხედავ. აი ვერ ვხედავ საერთოდ ვერ ვხედავ, ვერ წარმოვიდგინე. კიდე კაი რო დამინახა. და ნუ ოღონდ ნახე, თავარი აქ მე და ხაზი გავუსვა კაცო. მე იმას კი არ ვიძახე რომ შეიძლება ანა ფანტასტიკურია. მივხვდი ხო, აბა რა. მაგრამ ანუ რა ვქნა მე ვერ დავინახე და მაგ დროს ეგრევე დავწყდები ხოლმე. მე ვიმართლებ ხოლმე თავს რომ მაიკო ხო იცი ხა მე იქ რაღაც მე უნდა ვიჩხუბო და შენ ხო არ გინდა რომ მე ვიჩხუბო და მაიკო არის შვიდობის ისა ტრედი. და მაიკოს არასდროს არ უნდა რომ მე ვიჩხუბო და მე თუ გავაფრინე სულ ვჩხუბობ და მე მეტყვის ხოლმე რომ კაი რო არ წამოხვედი შენ მაგადაღებაზე. სულ მეუბნება, იცი ამდენჯერ ვთქვა ამს. კეთამაც მითხრა არაერთხელ. აუ კიდე კარგი შენ არის, ყავი მაგადაღო. ადამიანს რითი აფასებ? ადამიანს, აუ არ ვიცი, ძალიან ფიქრში გადახვედი. არა, მაინტერესებს. აი გაიცანი ადამიანი, რაღაცა შეხედე. სადღაც შენ შინაგან იმაში გონში ხო? ბაფრე. მეც. მართლა არ ვაფასებ. ან ვაფშე არ მიყვარს შეფასებები. შეფასება არის დამღუპველი ამბავი, არ უნდა აფასო რაღაცეები. ანუ ადამიანი უნდა მიიღო რა. უნდა მიიღო, როგორიც არის, ეს უნდა მიიღო. იმას შემაფასონ, ძალიან ცუდად შემაფასებელი. ენერგეტიკა ალბათ, ენერგია, ანუ ენერგია ხო ყველაზე მნიშვნელოვანია. ვიზუალური ნაწილიც ახლა თავარი ხო არ არის ცხვირის, ტუჩის და თვალის ფერი. ხო ენერგეტიკა მოდის. რაღაცა ისეთი მოდელები დაასახელე შენი ფავორიტი, რომლებსაც უფრო რაღაცა სხვა სიღრმე აქვს, ვიდრე გარეგნული რაღაც. კი, ბევრი წლის წინ თქვი და ეხლაც მაგაზრზე ვარ, რომ ადამიანი რომელიც რაღაცას ქმნის, გამორიცხულია ლამაზე არ იყოს. რომელიც რაღაცას ქმნის. არიღლები ამ ქვეყანაში? ვიღლები, რას გულისხმობ, როგორ დაღლას გულისხმობ. აი რაღაც უფრო მასშტაბური შექმნა რო გინდა და აქაური გარემო რო არ გაძლევს საშუალებას ამ დაღლას გულისხმობ. არ ვერ გეტყვი მაგას, აი ვიღლები. ხო, თუ გავცდები, თუ არ გავცდები, ეგ არ მაქვს რაღაც აი ეგ მიზნად ესე რო აი მე გავცდე მასშტაბებს. სამუდამო წასვლას არ გულისხმობ? არა, ხო, ნახე, საინტერესოა, რა თქმა უნდა, გამოცდილებაა, რა თქმა უნდა. ჩემი ნიკოლ კიდმანი რო გადავიღო, რავი, ჭუეზე გადავალ, ისე მინდა. რა არის მომწონელი? 7 წელს ვიყავი რაღაც ფილმი. დედასთან ერთად მარტო კი არა. ბანკოკ ჰილტონი, ხო, ნარკოტიკების გამო რო დაიჭერენ თუ რო ჩაუდებს ვიღაც. მეც მაქვს ეგ ფილმი ნანახ, ციხეში რომ მოხვდება. რატო ვნახე არ ვიცი? ანუ რატო მოსეს უფლება მენახა თორე რა ვიცი. და აი მაშინ შევირყიე. მე შევიშალე რა. მე დოგვილის მერე შემიყვარა. ნუ ხა ლარს ფონ ტრიერი და დოგვილი და ხო ეგეთ ეჩოლებრივი გენიალურია. აი მაგ ფილმიც დამტკიცა რომ აი ტომ კრუზის აჭრდილი კი არა. არა, ისედაც ხო. დამოუკიდებელი გენიალური მსახიობია. ხო, როგორც მსახიობი ხო, მაგრამ აი რაღაცა ცივი გარეგნობის. აუ მე ძალიან მომდოს. მე მგონია რომ ყველაზე ლამაზი ქალია. მართლა? ყველაზე ლამაზი ქალია. რომ აი
ის რო არის რა, ანუ ქალღმერთები რაღაცეები, ხო, აფროდიტე, სიყვარულის ფაუნა. შეიძლება, ხო. მგონია ეგეთი იყო. აი ძველ ბერძნულ მითოლოგიას რო გადახედო. მე რა ვიცი, მე მგონია რომ კეტრინ ზეტა-ჯონსია ყველაზე ლამაზი ქალი. ასეყვარელი. მე-20 საუკუნის. ასე ხარ. ანუ აზრად არ მომივიდოდა არასოდეს ეგ მეფიქრა და მე თქვა, ამ დროს მე გეთანხმები რომ ძალიან ლამაზია, ძალიან ლამაზია. როგორც სახეობი არ ვიცი, ხო ვერ შევაფასებ, მაგრამ აი მგონია რომ მე მე-20 საუკუნის old ამბებში ვარ. რა მოხდა რომ ეს გოგონები ტენდენციურად ცდილობენ რომ რაღაცა ერთ ნიმუშს დაემსგავსოს ყველა. ეს ტუჩი, ტუჩების დაბერვა უნდა აიკრძალოს ოფიციალურად. აი არ მოსულა, თუმცა მკერდის მომხრე ვარ. მკერდი ყველამ უნდა გაიკეთოს ვარ. უფასო უნდა იყოს, სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს. იმაში ჯანდაცვის იმაში. მკერდი ყველა ქალს. რა ფსიქოლოგიური გადატრიალება მოხდა მსოფლიოში, რომ ყველას უნდა რომ რაღაცა ანჯელინა ჯოლის ნიმუშს დაემსგავსოს. ხელმისაწვდომი. და კარდაშიანის. ხელმისაწვდომი გახდა კარდაშიანი ახლა. შენი საყვარელი მაგერ ვოგის მაგალითიც რომ მოვიყვანოთ, ანა უამრავი წელი იძახდა რომ კარდაშიანი. არა ის კიდევ, მაგრამ ყდებზე ყავს არა ერთხელ უკვე ბოლოს თვითონ დასვა ყდაზე. ანუ ეგ დრო რა, ანუ კიმი გახდა, კიმი არის გაყიდვადი. დარწმუნებული ვარ, რომ წარმოუდგენელი იყო მისთვის, რომ კიმ კარდაშიანს ყდაზე გაჩითავდა, მაგრამ დასვა ყდაზე. არა ერთხელ ხას უსვამ მაგას. ანა. კი, ანა. კი. თაკოსაც ვკითხე და შენც კითხავ, აი თუ აკვირდები ხოლმე ქალაქებში, ქალაქებისთვის დამახასიათებელ ჩაცმის სტილს. კი, ხო, გინდა არ გინდა აკვირდები. ხო. თან მithumetas შეად რო ხარ რაღაც ქალაქში ჩადიხარ. და ქუთაისური განსაკუთრებული ჩაცმული. ქუთაისი, სხვათა შორის ქუთაისი მე ძალიან. ნამბერ 1-აა ჩაცმული. ძალიან მიყვარს ქუთაისი. არ ვიცი, კი, აღიარებ. ძალიან მიყვარს ქუთაისი. ჩაცმის სტილი ბათუმს აქვს თავისი, რა თქმა უნდა, აქვს. ალბათ შეიძლება, იმიტომ რომ ზაფხულთანაც უჩირდება და ხო თავისუფლებასთან მაგმხრივ. სხვათა შორის თაკომ აღნიშნა გადაცემაში რომ ჩავწერე რომ ბათუმში მცხოვრები გოგონები უფრო თამამები არიანო და მართლა რო დავაკვირდი ზამთარში სხვადასხვა ივენთებზე აი ესე თამამად გამოპრანჭულები როგორც ბათუმში ჩნდებიან აი გოგონები. ბათუმში მე აგზალავდი თეთრი კბილების ჩასმას, რომელიც არ მოსულა, რო არ გიხდება. რასო აკრძალებზე ხარ? ანუ ამიტომ მაქონდა ჩემნარი ბუნებრივი. მადლობა ზოია ჩიკვაიძე ჩემი კბილებისთვის და წლებია ჩემს ნამდვილ კბილებს მინარჩუნებს. ძალიან დიდი მადლობა ნიკა. პირველ რიგში იმიტომ რომ ჩემი ესეთი მასშტაბური ფოტოსესია ესე კომფორტულად შედგა შენი დამსახურებით. მეც ძალიან დიდი მადლობას გიხდი და ძალიან შვენიერი გადაღება იყო, ძალიან კაი ფოტოებიც გამოგვივიდა. ხო, მაგ თავარი კითხვა დამავიწყდა, კმაყოფილი თუ ხარ? მე ძალიან, იმიტომ რომ ნახე მართლა გულწრფელი ვარ ოღონდ. შენ ახლა შენ მომითხარი მომწერე. მე პირდაპირ ვარ ძალიან. კი, ძალიან სიცილით ისეთი პირდაპირი ვარ რომ მეც მანდ ვარ. თავარი რა მართლა ეგ არის რა, როცა ადამიანი გენდობა. მე ყოველთვის ენდობი პროფესიონალიზმს. ანუ მართლა, არავინ, ვერაფრით ვერ დაბეჭდავ რაღაცა ცუცს რა. და კომფორტული იყო ჩემთვისაც ძალიან, მართლა ძალიან. მადლობა ხალხო, პირიქით, თქვენ მადლობა ძალიან.